ვანჩხაიძე გაგაცნობთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 18 წელი გავიდა. Ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა და იუბილემ მათთან ერთად აღნიშნა. ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმა სამსახურის ახლად გარემონტებული შენობების სატრენაჟერო ფეხბურთის და კალათბურთის დარბაზები დაათვალიერეს. ბავშვებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა საბრძოლო ილეთები და სამოსამსახურეო ძაღლების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის სიმულაცია უჩვენეს. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიასაც დაესწრნენ. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა. და 14 წელს შექმნილი დაცვის სამსახური, რა თქმა უნდა, დღევანდელი სამსახურისგან ძალიან განსხვავდება, ისევე როგორც ქვეყანა დინამიკაში. მოგეხსენებათ, იმ პირველ ნაწილში სამსახურის მუშაობის დროს იყო გარკვეული ტერორისტული აქტი, რამოდენიმე უმაღლეს თანამდებობის პირებზე განხორციელებული, ჰქონდა დანაკარგი, მაგრამ იმისგან განსხვავებით მე ესე მინდა ვთქვა, რომ ის мотивация, ის სიმამაცე შევინარჩუნეთ, გავზარდეთ უბრალოდ ტექნიკა და უფრო მობილიზებული გახდა სამსახური. ძალიან მომეწონა, კარგი იყო. ვიმუშავებდი აქ, მაგრამ მომწონს. 18 წელს არ გავხდები, შეიძლება მოვიდი აქ. ძალიან მომეწონა და რომ შემეძლოს ვიმუშავებდი.